ყვარელში ილიაობა აღნიშნეს. ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 192 წლის თავთან დაკავშირებით მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი აქტივობები გაიმართა. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ეზოსა და ღვინის მარანში ჩატარდა მასტერკლასები. საღამო გალა კონცერტი დასრულდა. ილიაობის დღესასწაულზე ყვარელში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყავილაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იმყოფებოდნენ. მათ ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი დაათვალიერეს. განუზომელია ილია ჭავჭავაძის ღვაწლი და მოღვაწეობა ჩვენი სამშობლოს ქვეყნის და ერის წინაშე. დღეს ყვარელში მის მშობლიურ ქალაქში აღნიშნავთ მისი დაბადებიდან 192 წლის თავს. კახელები განსაკუთრებით ამაყები ვართ, როდესაც ჩვენ გვყავს ისეთი უგვირგვინო მეფე, როგორც ილია ჭავჭავაძეა. ეს იყო მართლა დიდი მამულიშვილი, რომელსაც უზომოდ უყვარდა თავისი სამშობლო, თავისი საქართველო, ღრმად სწამდა, რომ საქართველო გაბწყინდებოდა და ამიტომ ის ლამას ლექსში ჩემოტკბილო ქვეყანა რაზედ მოგიწყენია, აწმყო თუ არა წყალობს მომავალი შენია. აი სწორედ ილია ჭავჭავაძის ძალიან დიდი იმედი ჰქონდა, მარტო იმედი არა, სჯეროდა, სწამდა, რომ მომავალი თაობის ხელში იყო ჩვენი საქართველოს გაბწყინება. დღეს ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი დღეა ჩემი სამშობლოს, ჩემი საქართველოს ისტორიაში. დღეს დაიბადა ადამიანი, რომლის სახელი და გვარიც ჩემთვის პირადად და თუნდაც გვართავი დავანებოთ, თვითონ ცნება ილია ნიშნავს აბსოლუტურად ყველაფერს, ნიშნავს ჩემს სინდისს და ნამუსს, ნიშნავს იმას, რომ სადაც არ უნდა წავიდე, არასოდეს არ უნდა დამავიწყდეს, რომ მე იმიწის შვილი ვარ, რომელზეც ილია ჭავჭავაძე დადიოდა, რომელიც იმდენად უყვარდა მას, რომ შეიძლებოდა თითოეული მისი რეფორმა იმ წუთში გარკვეულწილად მართლა კახური პირდაპირობით ყოფილიყო, მაგრამ შემდგომ უკვე გამოიკვეთებოდა ის, რომ ყველაფერი მისი ერის სასიკეთოდ, მისი სამშობლოს სასიკეთოდ ხდებოდა.